გეიმ რომ მირწმუნოს იესო ქრისტე გადარჩებაო? ასეთი კითხვა დაისვა. მოდი პირველ რიგში ჯერ პასუხს გავცემ და მერე განვავრცობ. კი, გადარჩება, ანუ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანმა რომ მირწმუნოს იესო ქრისტე, რა თქმა უნდა ქრისტეს წყალობით გადარჩება. ქრისტემ მისი ცოდვების გამო ჯვარზე გაეკრა და სხვათა შორის ეს მივწერე პირადში მე კითხვის დამსმელს და ერთი ამბავი ამიტეხა რომ რას ქვია გადარჩება და საკამათოდ მწერს მოკლედ ხალხი, ამიტომ ვერიდები პირადში მიმოწერას რა. გაუკვირდა მოკლედ აღშფოთ და რას ქვია გადარჩებაო და მეთქი რა იყო რა გაგიკვირდა? შენ რა აღარ ცოდაო? და მითხრა რომ კიო მე ვცოდაო, მაგრამ ეგრე არ ვცოდაო, ანუ გეი არ ვარო და ეგ არის ფარისევლობა. აი მაგ დროს ხარ ფარისევლის იგავში გაჭედილი ჩვეულებრივად წაიკითხეთ იესოს იგავი ფარისევლზე, ხო? ფარისეველი ისე ლოცულობდაო, მადლობა, აგერ მეზვერეს რო არ გავარ, მეძავს არ გავარ, ყველს არ გავარ. ეს იყო მისი ლოცვა. რას ქვია კაცო ისე ძალიან არ ცოდაო? შენს უძლურებებს მიხედე. შენ თუ ქრისტე შეწყალების იმედზე ხარ და იცი რომ სხვა ვერაფერი ვერ გადაგარჩენს, სხვა ადამიანს რატო უშლიო რომ ქრისტეს შეწყალების იმედზე იყოს? ეს არის ზუსტად ფარისევლებს იესო რო ეუბნება, არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ უშვებთ. იესომ პირველ რიგში გადაარჩინა უძლური ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ რომ თვითონ არაფერი არ შეეძლოთ. ასე რომ განურჩევლად ორიენტაციისა, ყველას გვაქვს ჩვენი უძლურებები, ცოდვები, რომლებიც იესო ქრისტე მიტვირთა და მისი წყალობით ვართ გადარჩენილები, ვისაც ქრისტესი გვწამს. ასე რომ უნდა შევწყვიტოთ ზემოდან ყურება ვიღაცეებზე, რომ აუ ის როგორ გადარჩება და ესეთი დამოკიდებულება. ეს არის ფარისევლობის დეფინიცია თვითონ. ამიტომ თუ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი ირწმუნებს იესო ქრისტეს და მიიღებს მას თავის ღმერთად და გადამრჩენელად, ის გადარჩება. მე არ ვამბობ რა თქმა უნდა რომ ის არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი მაგ ცოდვაში კომფორტულად იგრძნობს თავს, არა კომფორტულად ვეღარ იგრძნობს, გამორიცხულია და არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც თავი დააღწიეს ქრისტეს წყალობით ამ უძლურებას, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ვერ დააღწიოს თავი და კონდეს მთელი ცხოვრება ბრძოლები ამ უძლურებასთან. შეიძლება დაეცეს კიდეც, მაგრამ მას ქრისტე წამოაყენებს აუცილებლად. ასე რომ დიახ, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანმა რომ ირწმუნოს იესო ქრისტე, ის გადარჩება, ანუ მოხვდება სამოთხეში.